დღეს არის მესამე შაბათი აღდგომის შემდეგ 2 მაისი საეკლესიო კალენდრის დღეს არის 19 აპრილი 2026 წელი და ყველას გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრია. დღეს არის ხსენება პაფნუტი, წმინდა პაფნუტი იერუსალიმელის, ეს არის 63 საუბარი. ეს არის წმინდა ურსმარ ლობიელი, ეს არის 199 საუბარი და ეს არის წმინდა მატრონა მოსკოველი 19 საუბარი და 63 საუბარი. მაგრამ დაგვემატა წმინდა ნაწილი და უფრო სწორედ ორი წმინდა ნაწილი დაგვემატა, ერთი დღევანდელი, ერთი ხვალინდელი და მათ შესახებ მინდა მოგახსენოთ დღეს, ანუ 19 აპრილს არის ხსენება წმინდა მოწამე არმინია მელიტინელისა. ეს არის ისტორიული სომხეთი და ის პირველ რიგში მის შესახებ მინდა მოგახსენოთ წმინდა არმინიას შესახებ, უფრო სწორედ ჩვენ გვაქვს წმინდა არმინიას წმინდა ნაწილი და მის შესახებ ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი იყო წმინდანთა ჯგუფში. ჯგუფში კი არა, მოხსენებული არის წმინდა ექსპედიტუს. ესე იგი 33 წელს ეწამნენ ესენი და წმინდათა ცხოვრება, ანუ აქტა სანქტორომ. ეს არის წყარო, იქ არის ნახსენები ესენი, ეს წმინდა ექსპედიტუსი, რომელიც ასე სომეხი იყო, ეს წმინდა არმინიაც სომეხია, წმინდა სომეხი იყო და ეს იყო მეთაური, ეს წმინდა ექსპედიტუსი იყო მეთაური რომის მე-12 ლეგიონის, რომელსაც ერქვა ფულმინანტა. ესეც სპეცდანიშნულების ლეგიონი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ თებეს ლეგიონი იყო სპეცდანიშნულების, რომელიც 20 წლით ადრე იყო, ეს არის 303 წელი და ეს ფულმინანტა ლათინურად ნიშნავს ფეთქებაც თუ დეტონაციურს, აი სიტყვა თვითონ. ეს იყო მყისიერი რეაგირების ლეგიონი, ესეთი განსაკუთრებული იყო და სახელები არის ჩამოთვლილი. ეს არის ექსპედიტუსი, რუფუსი, გაიუსი, გალატუსი, არისტონიუსი, ερμოგენუსი და მერე მოგვიანებით კიდე ემატება ამას სახელები მიტინა, რუფუსი, ილარიუსი, არისტონიკი, ფორტუნატუსი, კაიუსი, დონატუსი, მავილინუსი და არმინია. აი აქ უბრალოდ არის ნახსენები არმინია, რომ ამათთან ერთად ესე გეწამა, ოღონდ სხვა არაფერი არ არის ნახსენები. აი მისი მარტო სახელი და წმინდა ნაწილები გაგვაჩნია არმინიაში, მაგრამ მაინც ამ ექსპედიტუსის შესახებ მინდა გითხრათ. ძალიან საინტერესოა, აი კიდევ ესე იგი ალბათ ეს არ დამთავრდება ალბათ რა, რომ აი კიდევ რაღაც ახალი, აი რაც არ ყოფილა ჯერ საერთოდ, კიდევ რაღაც ახალი ეს ექსპედიტუსი როგორ გამოიხატება. ხატებს ეს არის ძალიან შთამბეჭდავი. ეხლა რა მოხდა? მოგიყვეთ, ესე იგი ეს წარმოიდგინეთ რა ლეგიონზეა ლაპარაკი, მყისი რეაგირების ლეგიონია, რომელიც რაღაცა დიდ განსასწრებში მოყვა და ხედავენ ეს მეომრები, რომ მარცხდებიან რა, რომ აი ესე იგი შეუძლებელია, გარდაუვალია მათი დამარცხება და ესეთი რამე თქვეს, გაგონილი აქვს ქრისტიანების ღმერთის შესახებ და ეტყობა მაინც მომზადებული იყვნენ შინაგანად და სთხოვეს ქრისტიანების ღმერთს, რომ დაგვეხმარე და აი ჩვენ შენი ერთგულები ვიქნები და ამოვარდა რაღაც საშინელი ქარიშხალი, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, რომ ეს მტერი მიმოაბნია და აღარც არავინ დარჩა, ესე იგი მათ წინააღმდეგ მებრძოლი და ფაქტიურად გამარჯვებაც მათ დარჩათ და მათ მიიღეს მთელმა ლეგიონმა მიიღო ქრისტიანობა და ეს რო შეიტყვეს. ესე იგი მოკლედ რა თქმა უნდა, სასწრაფოდ შესთავაზეს მათ, რომ ქრისტე უარეყოთ, მაგრამ მათ უარი თქვეს ამაზე და წაიყვანეს აი ქალაქ მელიტინში და
და დასაჯეს სიკვდილით. ოღონდ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი არის ალბათ, რა ვიცი ხა როგორ გითხრათ სხვანაირად. ესე იგი, როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ უკვე რომ ქრისტიანები უნდა გახდნენ, გაიმარჯვეს უკვე და ესე იგი უნდა გადაწყვიტონ, რომ აი ახლა უკვე დღეს უნდა მიიღონ, მოინათლონ და მიიღონ ქრისტიანობა. მოფრინდა შავი ყორანი და რომელიც ეუნებოდა დასჩხაოდა ესე იგი ეს ყორანი თავზე ამ ექსპედიტუს, რომელიც იყო ხელმძღვანელი და რომელსაც უნდა მიიღო მთავარი გადაწყვეტილება, დასჩხაოდა თავზე და ეუნებოდა ლათინურად ესეთი სიტყვა კრას ესე ეუნებოდა, რაც ნიშნავს ხვალ, დასჩხაოდა ყორანი, ლათინურად ეუნებოდა ხვალ და მან ესე იგი ეს ყორანი დასთრგუნა და ხატებზეც ესე გამოიხატება, ფეხი უდგას შავ ყორანზე და გამოაცხადა ესე იგი ჰოდიე ესე უპასუხა დღეს. ამიტომ მას ესე იგი ეს გამოიხატება ექსპედიტუსი, გამოიხატება ხე გაჩვენებთ ამას, გამოიხატება ესეთნაირად რომ ჯვარი უჭირავს, ჰოდიე უწერია ჯვარზე დღეს და ფეხით თრგუნავს აი ამ შავ ყორანს. და ნუ ჩვენც ვფიქრობ, რომ თუ გამოვხატავთ წმინდა არმინიას, ალბათ უნდა გამოვხატოთ აი ამ ექსპედიტუსთან ერთად, რომელიც ფეხით თრგუნავს აი ამ შავ ყორანს, აი ამ ორ სიტყვას გაგიმეორებთ. კრას ეს არის ხვალ და ჰოდიე ეს არის დღეს. აი ესეთი პრინციპულები იყვნენ. აი ქრისტიანები არიან კიდევ დღესაც ესეა. ნუ სიცილიაზე განსაკუთრებით ცემენ ამ წმინდანებს თაყვანს და ნახეთ ახლა უნდა ჩამოგითვალოთ ვისი მფარველი წმინდანია. ნუ სიცილიის პირველ რიგში ეს ექსპედიტუსი, ძირითადად ექსპედიტუსი ალაპარაკი, მოწაფეები, მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდების დროს ევედრებიან ექსპედიტუსს, მეზღვაურები, ვაჭრები და კიდევ IT სპეციალისტები, აი კომპიუტერული ტექნოლოგიების, ვინც ამის სპეციალისტია, მოკლედ იმათი მფარველია. და ასევე გადაუდებელი საქმეების დროს და კიდე რაიმე პროექტი ადამიანს თუ აქვს აი მისი წარმატებისთვის და კიდევ უთანხმოების შემთხვევაში. მოკლედ ესეთი განსაკუთრებული სასუება არის ნუ სიცილიაზე განსაკუთრებით, კუნძულ სიცილიაზე ექსპედიტუსის მიმართ. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ექსპედიტუსის გამოსახულებას პირველ რიგში. ექსპედიტუსი. ენახეთ? თუ დააკვირდებით, ნუ ეს ჯვარი ხო აქვს, ესე იგი, აი ხაწერია ჰოდიე და ყორანს ქვემოთ აწერია აი ჩანს ხო იმედია. აი ესე გავოდიდებ ამას მაინც აქ. ენახეთ აი ხაწერია ყორანი ამობს კრას. აი ეს. ესეთი არის წმინდა ექსპედიტუსი. აი ესეთი და გაჩვენებთ არმინიას წმინდა ნაწილს. არმინიას წმინდა ნაწილი გვაქვს. აი ესეც ანაწილეში, აი ესეთია. აი ესეთია გაჩვენებთ. აი კეთება ესე იგი ესეთი არის წმინდა ნაწილი არმინიას. და შეგვიწევს წმინდა არმინიას მადლი. მე კი გადავდივარ უკვე შემდეგ წმინდანზე, რომლის ხსენებაც არის ხვალ. ეს არის 20 აპრილი საეკლესიო კალენდრით, ანუ 3 მაისი და ეს არის ახალმოწამე. ეს ახალმოწამე, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა, ნუ აი ტანჯვის და წამების შედეგად, გარეთ გამოუშვა შემდეგ. მაგრამ აი ესეთნაირად აღსარებელი, ესე იგი როგორ ეწოდება, იცით? ხო არა, აი მღვდელმოწამე და ეს არის მოკლედ აღსარებელი, ალბათ მღვდელ აღსარებელი, ნუ ეს რუსი წმინდანია, იქ არის რუსულად ესე священный исповедник. ანუ აღსარებელი, ქართულად ესე.
ეს არის თეოდოსი, მისი სახელია, განიცკი არის მისი გვარი, ეს იყო კოლომნის და ბრონიცის ეპისკოპოსი, კოლომნა ქალაქია რუსეთში, ამ კოლომნის ეპისკოპოსი იყო ბოლოს და განიცკი, როგორც მოგახსენეთ, არის მისი გვარი. და მის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ესე იგი 1860 წელს დაიბადა, 1860 წელს დაიბადა და ნუ რამდენი თითქმის 80 წელი, ანუ 3 წლის ნაკლები, ესე იგი 77 წლის ასაკში აღესრულა და როგორი ცხოვრება ქონდა, აი ამის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ესე იგი მამამისი იყო მღვდელი, თეოდორე ერქვა სახელად, მამამისი მღვდელი იყო, კიევის გუბერნიაში ცხოვრობდნენ ესენი და კიევის სემინარია დაამთავრა თავის დროზე და შემდეგ სემინარიის შემდეგ მიწვეული იყო, დანიშნული იყო საღვთო ჯულის მასწავლებლად, სახალხო სასწავლებელში ქალაქი არის აკ-შენხის, ესე ქვია და შემდეგ პერეკოპი არის ეს ადგილი უკრაინაში და აი ამ პერეკოპის რაიონში თუ სადღაც მოკლედ ესე 1890 წელს კი დაიწყო სახელმწიფო სამსახურში, ესე იგი საჯარო მოხელე გახდა ბანკის თანამშრომელი, ბანკის კი არა, ფინანსთა სამინისტროს ალბათ რეგიონალური თუ რაღაც განყოფილება ესე რომ ვთქვათ, ესე იგი ეს რუსეთის იმპერიაზეა ლაპარაკი და აი ასეთ სახელმწიფო საგუბერნიო განყოფილება, მოკლედ ფინანსთა სამინისტროს საგუბერნიო განყოფილებაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ 9 წლის შემდეგ მიატოვა ეს სამსახურიც, აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი თეოდოსი. მალე ხელი დაასხეს იეროდიაკვნად, ხო გეუბნებით, აი თავიდანვე ჩანს ბიოგრაფიაში, რომ სხვა შორის არის ეს ბიოგრაფია, ოღონდ ისეთია, მშრალია, ხა რასაც მე გიკითხავთ. და უფრო ვრცელი ვერ ვნახე, თუმცა არის რაღაცა დეტალები, რაც შავამატე და რასაც ხა გაცნობებთ. და მოკლედ მალე იეროდიაკონი გახდა, მეორე დღეს გახდა მღვდელმონაზონი და მაშინვე დანიშნეს საეპარქიო სანთლის ცეხის ეკლესია, ესეა ნათქვამი. ანუ სანთლის ცეხს თავის ეკლესია ქონდა და აი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და შემდეგ თანდათანობით, ანუ რა თანდათანობით, ესე იგი 99 წელია, როდესაც აღიკვეცა და 1900 წელს ესე იგი იმ ხარის ყირიმის ნახევარკუნძულზე ჯერ დედათა და მერე მამათა მონასტრების დანიშნეს კეთილმოწესად. ყველა მონასტრის კეთილმოწესე გახდა. ძალიან დიდი ესე რომ ვთქვათ, დავალება მიიღო ძალიან სწრაფად, მაგრამ მე არ ვიცი, არ წერია სხვა შორის ბიოგრაფიაში რაღაცა მოხდა ეთყობა და ყველა თანამდებობისგან გაათავისუფლეს თანდათანობით ესეც. ჩამოაშორეს ყველაფერს, მაგრამ ამასობაში რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო და იგი წავიდა მოხალისედ იქ არის იყო როგორ თქვა ქართულად ახლა იმას ვფიქრობ, ეს არის ეკლესია, გადასატანი ეკლესია, მოკლედ აი ამ სამხედრო ნაწილის. მოძრავი ეკლესია, ალბათ ესე ჯობია რომ დავარქვათ, მოძრავი ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და იქ ესე იგი რაც ომის დროს მოკლედ იქ იყო და ისეთნაირად შრომობდა და ისეთნაირად ამ ომში ამ მონაწილეობისთვის ძალიან ბევრი რო ჩამოვიდა იქიდან, თანდათანობით ლამისა იყო და ჯილდო თუ რამე არსებობს, ყველაფერი მიანიჭეს, ისეთი გმირობა გამოიჩინა მოკლედ იქ. სინამდვილეში და უკვე სინამდვილეში ეხლა მოგახსენებთ ამას, ესე იგი რომ წერილია გამოგზავნილი ფრონტიდან. აი ამ ომიდან აქვს წერილი გამოგზავნილი და
აქ აი ოდნავ ალბათ წარმოდგენა შეიძლება შეგვიქმნეს როგორი იყო მისთვის ეს ომი და ამ წერილში გასაოცარი არის როგორ მშვიდად აღწერს მოვლენებს ყოველგვარი ეგზალტაციის გარეშე და ესე იგი ორი შემთხვევა აქვს აღწერილი ერთი მაგალითად მიდიოდა და წინ მიდიოდა ესე იგი თვითონ წინ მიდიოდა და უკან მედდა მიყვებოდა და მათ შორის ჩამოვარდა ყუმბარა და არ გასკდა რაღაც ესე მოხდა ნუ ეხლა წარმოიდგინე და მეორე შემთხვევა კიდე აღწერილი რომ იმითი ამ სანიტარული მატარებლით გადაადგილდებოდნენ და იქ შევარდა ეს ყუმბარა ესე მოხდა რომ უკეთ იქ შევარდა და ისიც არ გასკდა ხო და ეხლა ამასთან აღწერს რაღაც საოცარი სიმშვიდით და კიდევ ესე იგი ხაზგასმულია ის რომ ყველა მეომარს უწოდებს გმირს ყველა მეომარს გმირს უწოდებს აი წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენც ხო გადავიტანეთ ეხლა ცოტა ხნის წინ ხო ორი ომი გვაქვს გადატანილი ერთი აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე ეხა ნუ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე და აი წარმოიდგინეთ ყველა ვინც ამ ომში იბრძოდა და დაიღუპა ყველას ძალიან მშვიდად ესე იგი აღწერს სიტყვა გმირს ხმარობს მხოლოდ აქ ჯარისკაცების აღსანიშნავად ნუ აი ეს არის აი წერილის მთავარი ნაწილი რომელიც აი დაახლოებით წარმოგვადგენინებს როგორი იყო მისი სამხედრო სამსახური ამის შემდეგ რომ დაბრუნდა 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და მაშინვე ესე იგი ეს დაინიშნა სამონასტრო საქველმოქმედო კომიტეტის თავმჯდომარედ მოსკოვის ეპარქიაში და ასევე ამ კომიტეტის მოსკოვის საეპარქიო კომიტეტი იყო ავადმყოფებისა და სოციალური სამსახურის ავადმყოფებისა და დაჭრილებზე ზრუნვის კომიტეტი და ამ კომიტეტის წევრი იყო და მერე მოგვიანებით უკვე ამას დაემატა უკვე ძალიან მალე ხო მოხდა რევოლუცია და როდესაც პირველი პატრიარქი აირჩიეს ტიხონი ესე იგი მაგ დროს ტიხონის მიერ არის გამორჩეული უკვე ეს საეპისკოპოსო კანდიდატად და დაინიშნა ეკურთხა კოლომნარი ქალაქი კოლომნისა და ბორონიცის ეპისკოპოსად და მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსად მაშინ და მთავარი მისი ძირითადი საქმიანობა იყო ესე იგი ეს საბჭოთა ხელისუფლება ძირითადად იყო დაკავებული იმით ამ ეკლესიას ხო დევნიდა მაგრამ მონასტრების გაუქმებით ეს კიდე დაუღალავად შრომობდა მონასტრების აღსადგენად რითიც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ხელისუფლების და აქ მოხდა კიდევ ესეთი რამ რომ დააპატიმრეს და მიზეზი ამ დააპატიმრების იყო ის რომ დიაკონმა წირვის დროს პირველ ადგილზე მოიხსენა უფლისწული ტახტის მემკვიდრე ეს არის ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ეხა აღარ ჩაუღრმავდები ზუსტად რომ აგიხსნათ ვინ არის ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე და მოკლედ ეს მოიხსენა და დააპატიმრეს რის გამოც დიდი რაოდენობით შეგროვდა ხელმოწერები და თხოვნა გათავისუფლებაზე და სხვათა შორის გაათავისუფლეს კიდევაც შემდეგ კიდევ ესეთი რამ მოხდა 1922 წელს ხელისუფლება ამ საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაცხადა რომ ახლა მოშიმშილეები იყო ეს ცნობილი ის არის ეს გალადამორე ქვია შიმშილით ხალხი იხოცებოდა ხა თუ არ ურევ ესე იგი ზუსტად მოკლედ შიმშილობა იყო და გამოაცხადა დაავალდებულა ხელისუფლებამ ეკლესია რომ ძვირფასი ჭურჭელი რაც იყო ეკლესიაში ძვირფასი ნივთები ვერცხლის და ოქროს ნივთებზე ლაპარაკი რომ ეკლესიას გამოეტანა გადაედნოდა
და დახმარებოდა ამ ხალხს და პატრიარქმა ტიხონმა გამოსცა ესეთი მითითება თუ ბრძანება რომ წმინდა ჭურჭელს არ შეეხონ, ანუ ანუ ბარძიმ ფეშხუმზეა ლაპარაკი, რომ ბარძიმ ფეშხუმს არ შეეხონ, იმიტომ რომ ეს კრეხელობაა, მაგრამ სხვა ჭურჭელი რაღაც თეფშები, პატარა ზომის ტაკუკები, აი მოკლედ რაც არ არის დაკავშირებული მსხვერპლშეწირვასთან უშუალოდ, რომ ესენი კი გამოეტანათ ეკლესიიდან და გადაედნოთ და ჩაებარებინათ, მოკლედ. ესეთი ბრძანება გამოსცა პატრიარქმა ტიხონმა, აქ ლაპარაკია პირველ პატრიარქზე, რომელიც მერე მოწამეობრივად აღესრულა. და აი თეოდოსიმ, ეპისკოპოსმა თეოდოსიმ ეს ბრძანება არც კი წაიკითხა თავის ეპარქიაში და საერთოდ უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე და კიდევ ძალიან აქტიურად იბრძოდა და წინ აღუდგა მოძრაობას, რომელსაც სახელი აქვს, რომელიც მგონი არ ითარგმნება, უბრალოდ ეს სიტყვა იხმარება obnovlenčestvo, განახლება. განახლების ეკლესია იყო obnovlenci. ესე ვთქვათ, ესე იგი რა იყო ხა ეს? ესე იგი აქ საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესიის შიგნით მონახა დასაყრდენი სასულიერო პირები, გონი ეპისკოპოსებიც იყვნენ მათ შორის და მღვდლებიც, რომლებიც უშუალოდ ხელისუფლების მითითებით, ესე იგი წესებსაც კი ცვლიდნენ და ამარტივებდნენ მსახურებას და მოკლედ ეკლესიის დანგრევა დაიწყო ხელისუფლებამ შიგნიდანაც მათ შორის, გარდა იმისა, რომ სასულიერო პირებს ხოცავდნენ და ეკლესიებს ანგრევდნენ და რაღაცა, გარდა ამისა ხელს უწყობდნენ ეკლესიის შიგნით აი ამ განახლების ეკლესია ესე ერქვა, აი obnovlenцებს ხელს უწყობდნენ რომ ესე იგი მოესპოთ და გაემარტივებინათ აი ეს მსახურების წესი ეკლესიაში და აი ამის წინააღმდეგი იყო ზოგი დათანხმდა, ზოგი მონაწილეობას ღებულობდა და ეს კი თეოდოსი ამისი წინააღმდეგი იყო მოკლედ. ბოლოს დააბეზღეს და ესე იგი საბოლოო განაჩენი რაც გამოუტანეს, ესე იგი ესეთი რაღაცა ესეთი განაჩენი გამოუტანეს, რომ იმ კოლომნის, აი ამ ქალაქ კოლომნაში რაც დაინიშნა, ესე იგი ეკლესიის საფარველ ქვეშ ეკლესიის სახელს ეფარებოდა და ესე იგი ორგანიზაცია და გაერთიანება რეაქციულ მონარქიული ელემენტებისა და იმ პირების, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდნენ და ასევე დიდი დანაშაული მიუძღვის, რომ დახურული და დანგრეული ეკლესია მონასტრების აღდგენის აქტიურად აღადგენდა და მორწმუნეების სახელით იგი ფარავდა სწორედ აი ამ კონტრრევოლუციონერებს, მოკლედ რა, და საბჭოთა ხელისუფლების ტრებს და ამის გამო მიუსაჯეს გადასახლება, რაზეც მან ესეთი რამ განაცხადა, ესე იგი ქართულად რომ თარგმნოთ რაღაც ესეთი ფიგურალური კი არა, რაღაცნაირი გამონათქვამებია, მხატვრულად გამოთქვა ეს და ქართულად რომ გადავთარგმნოთ, ესეთი სიტყვები თქვა სასამართლოზე, მხოლოდ ხელთა გამყრობით გამოვხატავ პასუხს, ჩემი ქადაგების გადასხვაფერების გამო, აი ეს იგულისხმა ესეთი ჟესტი, რომ რა ვთქვა, აი ვერაფერსაც ვერ ვიტყვე, იმდენად მესუს სხვა რამეს ვქადაგებ, ანუ მისი ქადაგების ნაწილიც არის მოყვანილი, რომელიც ძირითადად არამიწიერ ცხოვრებას, ანუ გარდაცვალების შემდეგ რა იქნება, ამაზე საუბრობს და აი ეს ჩაუთვალეს ანტისაბჭოთა ქადაგებად, იმიტომ რომ ხოტბას არ ასხამდა აი ამ საბჭოთა ხელისუფლებას. აი ეს იყო მისი ძირითადი დანაშაული და გადაასახლეს ჩრდილოეთში და ბოლოს 3-5 წელი მიუსაჯეს გადასახლების, მაგრამ 3 წელიწადში უკან დაბრუნდა უკვე 73 წლის იყო და ამის შემდეგ, დაბრუნების შემდეგ ცხადია, რომ
ცხადია, რომ ეს არ დააბრუნეს კათედრაზე, არამედ რაღაცა პატარა სოფელი იყო ამ კოლომნის ახლოს და იქ მორწმუნეებმა შეიფარეს და ტაძარში დადიოდა როგორც ჩვეულებრივი რიგითი მორწმუნე და იქ ეზიარებოდა და რამდენ ხანს გაძლევდა ესე და გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, გარდაიცვალა და ტაძრის ესე იგი საკურთხევლის ესე იგი საკურთხევლისთან გარეთ ტაძრის გარეთ ეზოში დაასაფლავეს და ისეთი დიდი სასოება თუ ისეთი დიდი სარწმუნოება ჰქონდათ მის მიმართ, რომ აი ყველაზე უფრო ძვინვარე დევნის ჟამსაც კი მორწმუნეები ამის საფლავს უვლიდნენ, ამკობდნენ ყვავილებით მუდმივად და ფაქტიურად აი ამ ესე იგი აი ამ ხალხის სიყვარულმა შემოგვინახა მისი საფლავით და უკვე მოგვიანებით 2006 წელს შეირაცხა წმინდანად, საეკლესიო კრებამ შეირაცხა წმინდანად და გოლუტვინის, სტარო გოლუტვინო, ესე ქვია, ანუ ძველი გოლუტვინის მონასტერი, ესეა სახელი. აი მონასტრის ტაძარში, კოლომნაში, ქალაქ კოლომნაში ინახება დღეს მისი წმინდა ნაწილები. მე კი ამ ერთი ფოტო გვაქვს შემორჩენილი ფაქტიურად, აი ესე გამოიყურებოდა და ეხლა ხატებს გაჩვენებთ, ორი განსხვავებული ხატი არის, აი ერთი ეს ეპისკოპოსი თეოდოსი, კოლომნის ეპისკოპოსი. და აი მეორე ეს. აი ესეთი. და შეგვეციოს მისი მადლი, ჩვენ ფაქტიურად წმინდა ნაწილი გვაქვს, საკმაოდ დიდი ფრაგმენტი, აი ესეთი. აი ამ ზომის ფრაგმენტი გვაქვს მისი. და შეგვეციოს მისი მადლი, ეს იყო ახალმოწამე თეოდოსი კოლომნის ეპისკოპოსი და შეგახსენებთ, რომ კიდევ დღეს ვისაუბრეთ ჩვენ წმინდა არმინიაზე, ესე ქვია, ქალწულმოწამე არმინია, რომელიც იყო წმინდა ექსპედიტუსის თანამოღვაწე, მასთან ერთად აღესრულა მოწამეობრივად და ესენი არიან სომეხი ეროვნების წმინდანები. მე კი ამითი დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.